ვისაუბრებთ როდეოლაზე, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი, მაგრამ კარგი სცენარია და არის ადაპტოგენი და ადაპტოგენები ბევრი არ აქვს ზოგადად, არის იშვიათობა და ამიტომ თან დიდი უსაფრთხოება აქვს და ახლა რას ნიშნავს ადაპტოგენები? ადაპტოგენი ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმს ეხმარება სტრესთან ადაპტაციაში. ანუ სტრესს კი არ ბლოკავს, არამედ ეხმარება. როცა სტრესი აქვს ადამიანს, რა შეიძლება გაკეთდეს? აი მაგალითად ადამიანი არის ძალიან ძლიერ სტრესში. ან დავამშვიდოთ ძალიან, სედაცია ქვია ამას, ან სტიმულაცია გავუკეთოთ და აგრესიული გახდეს, ხო? ანუ რომელიღაც მიმართულება მივცეთ, როცა სტრესში ადამიანი. არც ერთ არ აკეთებს ამას. ადაპტოგენი ნიშნავს, რომ სტრესის რეაქციის ნორმალიზებას ახდენს. ანუ არც ადამიანი აგრესიული და არ ხდება და ძალიან სტიმულანტის ეფექტი არ აქვს და არც დამამშვიდებელი ეფექტი არ აქვს. ამიტომ ასწორებს მდგომარეობას და ამიტომ ქვია ადაპტოგენი. როდეოლა ერთ-ერთი ძალიან პოპულარულია. დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ ადამიანები სხვადასხვა მიზნებით, მაგალითად იმისთვის რომ მეტი გამძლეობა ქონოდათ, იმისთვის რომ ნაკლებად აგზნებულები ყოფილიყვნენ ადამიანები, ნაკლებად გამოფიტულები ყოფილიყვნენ ადამიანები, ან სტრესის დროს უფრო ადვილად აღდგენილი იყვნენ. ცენტრალურ აზიაში გამოიყენებოდა, სკანდინავიაში გამოიყენებოდა, რუსეთში გამოიყენებოდა დიდი ხნის განმავლობაში და მით უმეტეს რაც მეტი დრო გადის, იცით რომ სტრესი ძლიერდება, ადამიანებს მეტ სტრესში გვიწევს ცხოვრება და ამიტომ ადაპტოგენებს მეტი და მეტი ფორმა და მნიშვნელობა ენიჭება. ადაპტოგენი რას აკეთებს? აუმჯობესებს სტრესთან გამკლავებას, ან სტრესის რეზისტენტულობას ქვია ამას, სტრესის მიმართ რეზისტენტობას და ნორმალიზაციას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური რეაქციების. ანუ ის ფიზიკური რეაქციები, რომელიც სტრესის დროს წარმოიქმნება, ნორმალიზდება და რაიმე ზიანს აღარ აყენებს ადამიანს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. როდეოლას აქვს რამდენიმე მოქმედების მექანიზმი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, შეიცავს ორ მთავარ კომპონენტებს, როზავინებს და სალიდროსიდებს და სალიდროსიდებს აქვს ნეიროპროტექტიული ეფექტი, ანუ იცავს ორგანიზმს დაღლისგან, ხასიათის სტაბილიზებას ახდენს და როზავინებს აქვს სტრესის მიმართ რეზისტენტულობის და გამძლეობის და კორტიზოლის მოდულაციის ეფექტი. ანუ სტრესზე მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვნად. მოკლედ ეს არის მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ სტრესზე მოქმედებს. ახლა ყველაზე მთავარი მოქმედების მექანიზმი რა აქვს? ერთი არის, რომ ზედმეტ კორტიზოლის დონეს ამცირებს და კორტიზოლი არის სტრესის ჰორმონი და ადამიანი როცა ქრონიკულ სტრესშია, განსაკუთრებით კორტიზოლის დონე იმატებს, აი ძალიან დიდი პრობლემაა ორგანიზმის და ამიტომ ძილის ხარისხი უმჯობესდება, სასქესო ჰორმონების სიგნალი უმჯობესდება, ინსულინის მგრძნობელობა უმჯობესდება, გონების მუშაობა უმჯობესდება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია კორტიზოლის დონის შემცირება. მეორე რაც აკეთებს არის ნეიროტრანსმიტერების მოდულაცია წვენში. ეხლა ეს რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს კარგად ყოფნის ნეიროტრანსმიტერები, რომელიც გამოიყოფა როცა კარგად ვართ. ეს არის სეროტონინი მაგალითად, мотиваციის არის დოფამინი, ყურადღების და ფოკუსის არის ნორადრენალინი და მათ მცირედით ზრდის ყველას. ანუ ადამიანი თავს ქმნობს უფრო კარგად, უფრო ფოკუსირებულად, უფრო მოტივირებულად. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ძლიერი მოქმედება მისი, მაგრამ მნიშვნელოვანია და მას ინჰიბირებას ახდენს მონოამინოქსიდაზას აქტივობა, ამცირებს მის აქტივობას და ეხლა ეს რა არის? ეს არის პატარა ფერმენტი მოკლედ, რომელიც შლის აი ამ კარგ ნეიროტრანსმიტერებს და როცა ამას ბლოკავ, ისინი აღარ იშლებიან და ისინი აქტიურები რჩებიან. და ამიტომ ადამიანი თავს ქმნობს უფრო კარგად. აი ეს არის აზრი. დოფამინს აქვს ფუნქციური მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, ანუ დოფამინი ისე კი არ იმატებს, რაღაც სტიმულანტი ეფექტი ქონდეს და ნარკოტიკული მოქმედება, არა, ესე არა. უბრალოდ უკეთესად ფუნქციონირებს ტვინი და სეროტონინსაც აქვს უფრო მასტაბილიზებელი მოქმედება.
და მესამე როლი მნიშვნელოვანი აქვს მიტოქონდრიებზე ენერგიის ეფექტურობას აუმჯობესებს, ანუ ნაკლები ოქსიდაციური სტრესი ვითარდება მოკლედ მიტოქონდრიებში, რაც ნიშნავს, რომ არა მარტო გონებრივი შესაძლებლობები ვიზრდება დაახლოებით 20-დან 40%-მდე, არამედ რეაქციის დროც მცირდება დაახლოებით 20%-ით, რაც რეალურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებს. როდეოლას ახლა ცუდი რა აქვს? ცუდი არ არის ეს, უბრალოდ მისი თვისებაა, რომ დიდხანს არ გრძელდება მისი მოქმედება, გრძელდება დაახლოებით 4-6 საათი, ნუ ფუნქციური ნახევარდაშლის პერიოდი აქვს 4-6 საათი და ეფექტის ხანგრძლივობა დაახლოებით 6-8 საათი რა, ანუ ადამიანი უკეთ გრძნობს თავს 6-8 საათის განმავლობაში. ამიტომ არის რომ დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ იღებენ ხოლმე, თუმცა ძირითადად 2-ჯერ ან ერთხელ. ყველაზე კარგია თუ მიიღებ დილით, რადგან არ გამოიწვევს ძილის პრობლემები, რადგან უფრო მეტად შეიძლება ცოტა გააქტიუროს ადამიანი და ამიტომ საღამოთი მისი მიღება არ არის რეკომენდებული. ეხლა რისთვის იყენებენ და ყველაზე მნიშვნელოვანი რისთვის არის? ადამიანი ვისაც აქვს სტრესისგან გამოწვეული გადაღლილობა, მათთვის არის ყველაზე კარგი. დაახლოებით 40% ამცირებს სტრესის ქულას. ანუ აი სტრეს ხო აგიღიქავს ადამიანი, რომ აი ესე დასტრესილი ვარ, სუსტად ვარ, ცუდად ვარ რაღაცა, მაგას ამცირებს მნიშვნელოვნად. აი ეგ არის ძალიან მაგარი, რასაც აკეთებს. დაახლოებით 40%-ით ამცირებს. ეს ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებით ბევრს მუშაობენ, ვისაც ძილი არ ყოფნით ხოლმე, ვინც გადაღლილია საქმეებისგან, განსაკუთრებით ამ ადამიანების, ანუ ვისაც ძლიერი სტრესი აქვს. მეორე აქვს, ვისაც საშუალო სიმძიმის შფოთვა აქვს. არა მძიმე, ძალიან მძიმე შფოთვას ვერ უშველის, მაგრამ საშუალო სიმძიმის შფოთვას ოღონდ არა პანიკურ შეტევებს, მარტო შფოთვას შველის დაახლოებით 25-50% ამცირებს მის სიმპტომებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე. ანუ მნიშვნელოვნად ამშვიდებს იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ შფოთვა. და მესამე მნიშვნელოვანი ეფექტი არის, რომ მსუბუქი ანტიდეპრესანტული მოქმედება აქვს. ეს არ არის ძლიერი ანტიდეპრესანტი, რომ თქვა სერტოლაინს და ფლუოქსეტინს და სხვებს დავუყენოთ მოკლედ გვერდზე, მაგრამ ეს არის ეფექტური იმდენად, რომ დაახლოებით 25% აუმჯობესებს სიმპტომებს. და აი დაბალი დოზის ანტიდეპრესანტების მიღების ტოლი ეფექტი აქვს მოკლედ და მათ შორის უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტები. ამიტომა კარგი. ანუ ზოგადად მე თუ დააკვირდით ამ დანამატებზე იმიტომ საუბრობ ხოლმე, რომ დანამატები როგორც წესი არის უფრო უსაფრთხო, რადგან სცენარულია, თუმცა ეს პირდაპირ არ უნდა მიიღოთ არასდროს, რადგან სცენარულია, ეს არ უდრის, რომ ის უსაფრთხოა, იმიტომ რომ ბევრი სცენარები არის, რომელიც არ არის უსაფრთხო, მაგრამ ამ შემთხვევაში რასაც მე განვიხილავ ხოლმე და რაზეც მე ვამბობ, რომ უსაფრთხოა, ის როგორც წესი უსაფრთხოა ხოლმე იმ ანალოგ მედიკამენტებთან შედარებით. თორე აბსოლუტურად უსაფრთხო დედამიწის ზურგზე არაფერი არ არის, მაგრამ შედარებით. ეხლა ის არის მნიშვნელოვანი, ანტიდეპრესანტებთან შედარებით არის სუსტი, მაგრამ უფრო უსაფრთხოა, უფრო ნაკლებად სპეციფიურია ასევე და უფრო მეტად ეხმარება სტრესის დაძლებაში ადამიანს. ADHD-ზე მოკლედ ძალიან ეფექტურობა არ აქვს, მაგრამ არის რაღაც შემთხვევებში, დაახლოებით 15% შემთხვევაში კლინიკურად ეფექტური არის, თუმცა არა ძალიან. ანუ შეიძლება გაუმჯობესოს სტრესთან დაკავშირებული დაღლილობა, რაც ADHD-ის დროს ხშირია ხოლმე და ასევე როცა ასრულებს რაიმე სამუშაოს ადამიანი, გამძლეობა გაუმჯობესოს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. თუმცა ყურადღებას ნაკლებად მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ მაინც ზოგ ადამიანებს მნიშვნელოვნად ეხმარება. ამიტომ პრინციპში იქიდან გამომდინარე, რომ ADHD-ის ბევრი პრეპარატები ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ შეიძლება მოსინჯოს ადამიანმა, რომ მას ეხმარება თუ არ ეხმარება, როდელა მით უმეტეს რომ ზოგადად ძვირი არ კითხვები არის ხოლმე სად უნდა ვიყიდო და ესა მე როცა მჭირდება ხოლმე Amazon-ზე ვყიდულობ და არ ან თქვენ სადაც გინდათ იქ იყიდეთ, ანუ მე ვერ გავუწევ რეკლამას, მაგრამ მე ესე ვაკეთებ ხოლმე როცა მჭირდება Amazon-ზე ვყიდულობ ხოლმე როდეოლას. ხო. და ზოგადად რა დანამატებს. როდეოლას სქესური ფუნქციაზე მოქმედებს თუ არ მოქმედებს, როგორც წესი არ მოქმედებს, აი მაგალითად არის რომ
ანტიდეპრესანტები მოქმედებენ ლიბიდოზე, ანტიდეპრესანტები მოქმედებენ ერექციაზე კაცებში. ასე არ არის როდეოლა, რადგან არ იწვევს საკმარისად ამ სეროტონინის მომატებას და შესაბამისად დოფამინის ნაკლებობას არ იწვევს, ამიტომ არ აქვს გავლენა რეალურად არც ერექციაზე და არც რამე ესეზე. ხო, პირიქით შეიძლება რომ სტრესს ამცირებს, კორტიზოლს ამცირებს და დოფამინის სიგნალს აუმჯობესებს და ამას შეიძლება ერექცია და კაცებში ლიბიდოს გაუმჯობესება, არა მარტო კაცებში, ქალებში შეიძლება გამოიწვიოს ლიბიდოს გაუმჯობესება, არა პირდაპირ შესაბამისად ეს არის გასათვალისწინებელი და პირიქით დაეხმაროს ადამიანებს. ოპტიმალური მიღების დრო და ხანგრძლივობა არის 200-დან 600 მილიგრამამდე დღეში სტანდარტიზებული ექსტრაქტი და ძირითადად არის 200-300 მილიგრამით იწყებენ დღეში და შესაძლებელია მერე დოზის გაზრდა და შეიძლება რომ გაიყოს დილით და შუადღით მიიღოს ადამიანმა ან მარტო დილით. გააჩნია შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე მისი მიღება არ არის პრობლემა, არ საჭიროებს რამე სპეციფიურად იმის რომ აბსორბცია მოხდეს, ნორმალურად შეიძლება. მოკლედ შესაბამისად შესაძლებელია. რაიმე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ისეთი არაფერი აქვს, მაგრამ როგორც წესი უსაფრთხოა და აი ანტიდეპრესანტებთან, ძლიერ სტიმულანტებთან ყურადღებით უნდა იქნეს გამოყენებული, თორე მათთანაც კი რამე სერიოზული ინტერაქცია როგორც წესი არ ხდება ხოლმე. შეიძლება გამოიწვიოს ცოტა აგიტაცია, ანუ ადამიანი რო აჟიტირებულად ხსნობს თავს ცოტათი მოკლედ. ეგ თუმცა რამე მნიშვნელოვანი არა. ის რომ დამოკიდებულებას იწვევს ან მოხსნის სინდრომს იწვევს, ესეთი არა, ამებს არ იწვევს. ხო. ხშირად რა არის მისკონცეფციები როდეოლასთან დაკავშირებით, რა არის მითები, ან ის რომ რაღაცა სხვანაირად გონია და სხვანაირად არის. როდეოლა ხბერს გონია სტიმულანტი, არ არის სტიმულანტი. ამცირებს სტრესს, სტიმულაციას არ ახდენს ორგანიზმის, მნიშვნელოვნად არ ახდენს, ძალიან მცირედით ახდენს, მაგრამ მნიშვნელოვნად არა. ეხლა მეორე რომ მოდი გავზარდოთ დოზა და დოზას თუ გავზრდით, ეფექტი გაიზრდება. ასე არ არის, ან დოზამ შეიძლება გაზარდოს ადამიანს აი აგიტაციას ეძახიან, ანუ აი ზედმეტი შედარებით ნერვიულობა, ზედმეტად აჟიტირებული გახდეს ადამიანი, მაგრამ არ გაიზარდოს ეფექტურობა, არ გაიზარდოს შედეგი პრეპარატის. შესაბამისად არ ღირს და რა თქმა უნდა იმის ილუზია არ უნდა ქონდეს ადამიანს რომ როდეოლა ყველა პრობლემას მოაგვარებს. არა, ვერ მოაგვარებს ყველა პრობლემას, მაგრამ სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით ადამიანებს, ვისაც აქვს ბევრი სტრესისგან გადაწვა, გამოფიტულად გრძნობს თავს, ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებით კარგია. და ეს ფოთვებისაც აქვს, მათთვისაც კარგია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება, არა ყოველთვის შეიძლება დაეხმაროს ADHD-საც, ეს არის მნიშვნელოვანი. ხო, ნუ არ გააჩნია ეს ემოციების ის რო ხდება ხოლმე გაფერმკრთალება, ეგ არ გააჩნია. სქესობრივი დისფუნქციის პრობლემები არ გააჩნია. დამოკიდებულებასაც არ იწვევს. შესაბამისად, ამ მხრივ კარგია. ძალიან მაღალი უსაფრთხოება აქვს როდეოლას და მიიჩნევა რომ ძალიან უსაფრთხოა მოკლედ და მიიჩნევა რომ არაფერს ისეც არ აშავებს. შესაბამისად მისი მიღება ხანგრძლივადაც შეიძლება. ხო, კითხვები არის ხოლმე რომ აი რამე სიმსივნის რისკს ხომ არ ზრდის? არა, არ ზრდის, ან სიმსივნის რისკებს არ ზრდის. პირიქით, ნუ არაპირდაპირ შეიძლება შემციროს კიდევაც, იმიტომ რომ ქრონიკული სტრესი შემციროს, შესაბამისად და ზოგი ცხოველებს შორის კვლევებით ჩატარებულია, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. სალიდროსიდებს, რომელსაც შეიცავს როდეოლა და ანტიოქსიდაციური, ანტიპროლიფერაციული ეფექტი აქვს და სიმსივნის უჯრედების ზრდას ანელებს, თუმცა ეს ახლა ძალიან თეორია, ანუ ადამიანებში არ არის ეგ რომ რამეს სიმსივნე შველის, მაგრამ ნუ ჯამში რომ უფრო კარგია ვიდრე ცუდი, შესაბამისად ეგ კარგია. ხო, კიდე კითხვები არის ხოლმე რომ ხო არ არის რომ როდეოლა რამე დაავადების რისკს ხომ არ ზრდის, მაგალითად გულის დაავადების. არა, გულის დაავადების რისკს არ ზრდის, არც სხვა დაავადება, არც დიაბეტის, არც მეტაბოლური სინდრომის პირიქით შეიძლება უფრო გაუმჯობესოს ინსულინ რეზისტენტობა. ავტოიმუნურ დაავადებაზეც არაფერს მნიშვნელოვნად არ იწვევს, შესაბამისად, ან უარყოფით არ იწვევს ყოველ შემთხვევაში და
ამ მხრივაც უსაფრთხოა. ფსიქიატრიული კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. ოღონდ შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს შფოთვა. ეს ერთ-ერთი მომენტი, რომ ზოგ ადამიანებში იშვიათია ძალიან, რომ დოფამინის გაზრდის გამო შეიძლება ცოტა გაზარდოს. თუმცა იშვიათია, რამე მნიშვნელოვანი არ არის, ისიც როგორც წესი არის ხოლმე მაღალ დოზებში და 5-10%-ში, ხო. და მანია და ბიპოლარული აშლილობა, ვისაც აქვს ხოლმე, იმ ადამიანებში არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება მანიის დროს კიდევ უფრო ეს მანიაკალური პერიოდის სიმპტომი გაზარდოს, თუმცა ეგ აშლილობა იშვიათია, ხშირი არ არის და ჩვენ უმეტესობა ადამიანებს არ იმასება. ამ ადამიანებზე არ მოქმედებს. ტოლერანტობას თუ იწვევს, დროთა განმავლობაში თუ ბლაგდება ეფექტი, არა, როგორც წესი არა, შესაძლებელია რომ ფუნქციური პლატო იყოს, რომ მაგალითად რაღაც აღარ იყოს ეგეთი ეფექტური, ეს შესაძლებელია, მაგრამ იშვიათია, ძირითადად როგორც წესი მისი ეფექტურობა გრძელდება და როგორც წესი არ ჭირდება ხოლმე ის რომ თქვა შეწყვიტო და მე გააგრძელო. როგორც წესი, თუმცა შესაძლებელია ზოგ ადამიანში გამოიწვიოს და ეგეც გასათვალისწინებელია. ხო, ყველაზე მეტი ეფექტურობა და ეფექტი რამდენიმე კვირის მერე აქვს ხოლმე, არა მაშინვე და არა იმ დღესვე. შეიძლება თუ არა გამოიწვიოს დამოკიდებულება ან მოხსნის სინდრომი როდეოლამ არა, როგორც წესი არ იწვევს და არც დამოკიდებულებას არ იწვევს, არც მოხსნის სინდრომს არ იწვევს, შესაბამისად, ხო. იმას თუ იგულისხმებთ, რომ მოხსნის სინდრომში რომ ისევ სტრესს დაუბრუნდება ორგანიზმი, ესე შეიძლება კი სტრესს დაუბრუნდება, ისე რაც იყო იმ სტრესში იქნება ის ორგანიზმი, რამ ისეთ მნიშვნელოვანი არა. ხო, ტესტოსტერონზე მოქმედება არ აქვს, ესტროგენებზე მოქმედება არ აქვს, ფარისებრჯილყელზე მოქმედება არ აქვს, ღვიძლზე არ აქვს მოქმედება და თირკმელებისთვის არ არის ტოქსიური, შესაბამისად და რომელიმე ორგანოს მიმართაც არ არის ტოქსიური, არ გამოიყენება ზოგადად ძუძუს კვების დროს დაორსულობისას, იმიტომ რომ არ ტარდება ხოლმე კვები მაგ იმაზე. წამალ შორის ურთიერთქმედებიდან შეიძლება ცოტა ქონდეს ანტიდეპრესანტებთან, სტიმულანტებთან და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან გააძლიეროს მაგათი ეფექტი, როგორც წესი. თუმცა საშიში როგორც წესი არ არის, მაგრამ მაინც ყურადღება საჭირო. ჯამში ძალიან მაღალ ქულას დაუწერდი როდეოლას უსაფრთხოების კუთხით და ეფექტურობის კუთხითაც მე ვფიქრობ, რომ ვისაც სჭირდება, უნდა მოსინჯოს, იმიტომ რომ ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ მოსინჯოს. თუ უშველის, ხო, თუ არ უშველის და მაშინ წამლების მიღებას რა უდგას მერე წინ. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ვისაც არხის მხარდაჭერა გინდათ და სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ შრომას ვწევ ამ ყველაფერში და თუ გაქვთ სურვილი, მოკლედ ანგარიშის ნომრები აქვს, მაქვს იქ აღწერაში, ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ რომ დონაციები გააკეთოთ, ანუ ეს არხის ფუნქციონირებას დაეხმარება, იმიტომ რომ მართლა დიდ შრომას და დროს ვწევ ამ ყველაფერში და თქვენი მხრიდან სოლიდარობის გამოხატულება იქნება. ასევე მარტო იმაზე არ ვამბობ, რომ რაღაცამ დონაცია გააკეთოთ, არა. უბრალოდ დალაიქებაც და კომენტარებაც ძალიან დიდი საქმეა, ძალიან ეხმარება არხს. ამიტომ თქვენი კომენტარები, თქვენი ლაიქები მნიშვნელოვანია. მადლობა რომ მისმენდით და მადლობა რომ გაინტერესებთ.